მოგესალმებით რადიო იმედის ეთერში FM 105-სა და 9-ზე გვისმენთ და ასევე სოციალური მედიის პლატფორმებზე გვიყურებთ და აი ის ადამიანები, ვინც ვიდეო საშუალებით გვიყურებენ, სტუდიაში უკვე ხედავენ ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომლებსაც რამდენიმე წამში წარვადგენთ, მაგრამ რომარ ცხილაძეს ჩემი წარდგენა ნამდვილად დასჭირდება და ახლა ზუსტად ავხსნით თუ რა კონტექსტში მონაწილეობენ ჩვენი სტუმრები ჩვენს გადაცემაში, რომელსაც ქვია დროში მოგზაურობა. სიმღერა ნატურის ხე 1975 წელს გაისმა, ხო, ბატონო, პირველად და 51 წელია გვამოგზაურებს თავის რაღაცნაირად მართლა ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც თან შორეულია, მაგრამ თან ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ 51 წელია ეს სიმღერა არსებობს ჩვენს გვერდით, ჩვენს გულში. არსაც წასულა ნამდვილად. და აი ახლა უკვე რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ინიციატივით ძალიან საინტერესო ფილმი უნდა დამზადდეს და მე რო შეკითხვა დავსვი დოკუმენტური იქნება თუ მხატვრული თქვა, გიორგიმ თქვა, რომ ეს არის კინო ჩანახატიო. მოკლედ, ნატურის ხე 51 წლის ასაკში ახალი კინო ჩანახატის მზადება და მარად ახალგაზრდა რომარ ცხილაძე გიორგი ჭუმბურიძესთან ერთად გამარჯობა ჩვენი სტუმრები. დილამშვიდობისა, დღემშვიდობისა, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ, ბატონ რომა, სანამ ფილმის გეგმებზე გადავალთ, მანამდე რამდენჯერ იქნება თქვენთან დასმული ეს შეკითხვა, რომ აი ეს სიმღერა რატომ დაიწერა, რისთვის დაიწერა? ეს ისტორიები მოსმენილი გვაქვს, მაგრამ აი 51 წლის თავზე თავარი ახსნა რა იქნება, რა დაიჭირა, რა მარცვალი დაიჭირა ამ სიმღერამ ისეთი, რომ აი ასეთი ძვირფასი გახდა ყველასთვის. ქალი, კაცი, ბავშვი, დიდი, პატარა, ყველას უყვარს ერთნაირად. თავარია რომ ეს უყვარდა, შემიძლია თქვა, ეს უყვარდა გამოდის ჩვენ ყველაზე დიდ ადამიანს, ჩვენ უწმინდეს ილია მეორეს მას ეძება ეს ფილმი, ბატონი გიორგის შემოთავაზებული იდეა იყო. რატო ხდება ესე და ყოველ ჯერზე როცა მე ამ სიმღერას ვასრულებ, აღარ ვიცი უკვე რამდენჯერ. მე დათვლილიც აღარ იქნება ხა რამდენჯერ. აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე შეიძლება მაქვს რომ მე ამას ყოველთვის პირველად ვასრულებ და არც ერთხელ ერთნაირად არც დამიკრავს და არც მიღერია. კი რაღაც ადგილებია, რომელიც უნდა იყოს ყოველთვის ერთ, მაგრამ პრინციპში კლიანობაში აბსოლუტურად განსხვავებული ვერსიებია და ყოველ ჯერზე, როცა ვასრულებ მე ამ სიმღერას, მე წავმედგენია, რომ მე ვზივარ უწმენესის წინ და მის წინაშე ხდება ეს ყველაფერი და არ იცით, აი რამხელა ჩემთვის ეს რამხელა ესეთი ბიძგი დავარქვა ადავრაქვა შთაგონება თუ რაღაცა რომ აი ეს მომენტი როცა მაქვს რომ მე უწმინდეს უმღერი ეს მაძლევს მე სტიმულს და რაღაცა ემოციურ დიდ ზღვას რომ არ მაქვს უფლება რომ სხვანაირად ამ სიმღერამ იჟღეროს და რა ვიცი ყოველ შესრულებაზე სულ ვიძახე მე ამას ესმით თუ არ ესმით ქართული ენა ყველა ადამიანს, ყველა ეროვნებას, ყველა ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს ყველას ერთნაირად ყველაზე მოხდებს ეს ერთნაირად და მადლობა შენ რომ გაგასწრედი, მადლობა გიორგის ინიციატივისთვის. იდეისთვის თვითონ ახლა იმედი ამგვაკლებს იმ საოცარ ისტორიების გასცემებას და აკმაყოფილებას და თვითონ იდეა რომ ეს უწმინდეს ეძება და კინო ჩანახატი კი არის რამოდენიმე ვერსია კლიპური რაღაცა გადაღებული დიახ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვანაირია და ამ დეტალებზე თვითონ მანილაპარაკოს ეს ჯობია და მე სულ ვიძახი რომ ძალიან დიდი სიამ, ძალიან დიდი ბედნიერება როცა შენ კონტაქტობ და შენ გვერდში შეხარ ადამიანის გვერდში რომელსაც ქვია პროფესიონალი ეს ძალიან დიდი კომფორტი და ფუფუნება მონოპოლია რომ შენ ყავს ეს ადამიანები რომ შენ ამ ტყივილს ამ სიხარულს უზიარებ და შენ ესმის და რომ მოყვება შენ მიყვები და რაღაცა ერთიანი ამძოლებით შედეგი უკვე ჩვენ რაღაც სამუშაო პროცესში ვართ უკვე რაღაც ნახევარს გავსდით უკვე პრინციპში და თავენავე ეტყობა რომ საფუძველში რომ მართალი ხარ და სწორგზაზე რომ გიხარ შედეგს უკვე ჩანს რომ ეს აუცილებლად არჩება ისტორიაში
ეს ნამუშევარი და ძალიან დიდი მესადნეობის ხარჯზე ხდება ეს ამ ადამიანების ჩემი ბატონგების საოცრად კარგი სტაფი ყავს ეს საოცარი ადამიანების და მე ეს პერიოდი რომ ვშევოთ მე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი რომ მე ამ პოსტში ვარ და რაღაც იმ პატარა აგურდებ. ძალიან პატარა აგურს. გიორგი, სათაურის მიხედვით რომ განვიხილოთ ნატურისხე, ეს არის მიძღვნა, საქართველოს მიყვარხარ. საქართველოს მიყვარხარს რო ვიგებთ, რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია მოდის იმ ჩანაწერზე, აუდიო ჩანაწერზე, რაც პატრიარქის ხმა დაგვრჩა, ილია მეორის გულისხმობ. ეს იყო მთავარი განმთლიანებელი ამ იდეის, რომ პატრიარქის, ნატურისხის და მთელი ამ რაღაც 50 წლიანი ისტორიის შეჯამება მომხდარიყო სიმღერის კუთხითაც და პატრიარქის მოღვაწეობის კუთხითაც. ხო, აი ზუსტად ერთი ასაკია და ამას ვამბობ. კი ბატონო, და სიმღერა ჩემი ასაკის არის უკვე. ესე გითხრენ? ბავშვობიდან უსმენ და მიყვარს, ვის არ უყვარს ეს სიმღერა, ვიცი, ფანტასტიკური, ლეგენდარული სიმღერა და მე მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა მინდა გადაუხადო შემოქმედებით საქართველოს, რომელმაც მოგცა საშუალება კულტურის სამინისტრომ, რომ ამ პროექტზე გვემუშავა. მადლობა მინდა გადაუხადო რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ბატონ გია თევზაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იღებს ამაში მონაწილეობს და ვინც მიიღებს, იმიტომ რომ ჩვენ კიდე დაგვჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. დიახ. რაც შეეხება ამ იდეას, იდეა მართლაც რო უცნაურად დაიბადა, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს სულთა კავშირი, ეს რაღაცა ის, რასაც პატრიარქი სულ ქადაგებდა თავის ქადაგებებში და სულ ამაზე ხას უსვავდა, რომ ეს არის სინერგია, როდესაც აქვს ღმერთთან ურთიერთობა და ადამიანებთან სხვანაირად უყურებ რა მე ყველაფერს ასე რო ვთქვა და როდესაც უწმინდესი გარდაიცვალა ნუ გახსოვთ ეს სხვა ემოცია ეს რაღაც საოცარი დღეები ეგეთი მე მგონი რა ვიცი იშვიათად ხდება და ზუსტად მაშინ ხო სოფლიოში და ზუსტად მაშინ მოხდა ეს სინერგია როდესაც ამდენი ადამიანი ლოცვას უგზავნიდა ზევით სეცაში მის სულს და ზუსტად იმ პერიოდში აი რაღაცნაირად არ ვიცი ხა ცოტა არ მინდა ეხა კრეხელურად ან რაღაც ისე გამომივიდეს მაგრამ სიმართლეს ეძახებს აი რაც დამემართა იმას ვამბობ რა რომ თელეგრამი ვერ დავიძინე აი ძილბურანში გავატარე და ამეკვიატა ეს რატვისხრი რატომღაც და პატრიარქ ხო რა თქმა უნდა თავისუფლად შეიძლება და თუნდაც ბატონ რომასი თუნდაც სხვა თუნდაც სხვა ვარსკვლავები ყოველდღე მღერიან მაგალითად მაგრამ ეს და რაღაცნაირად აი ხრემლები მომდიოდა თავისით და სულ მესმოდა უწმინდესის ეს სიტყვები მიყვარხარ საქართველოს მიყვარხარ და თან პარალელურად ეს ნატვრისხე და დილით უკვე გამთენისას აი გინ დამიჯერეთ გინდა რომ უყურე უკვე აი ამ ასე ვთქვათ კინოჩანახაც ვეძახით ჩვენ ხო აი უყურე ამ ყველაფერს როგორ ირგვება ნერგები როგორ მე უკვე იზრდება ნატვრისხეებზე ამ წერილებს სცენარი უკვე მზად იყო ხო აი ფაქტიურად მზად და საოცარი განცდა იყო როდესაც აი თვალხილულად უყურებდი ხელები პატრიარქის რო ხსნიდნენ ამ წერილებს და ყველგან ეწერა საქართველოს მიყვარხარ ა წერილებს რომელიც ნატვრისხეზეა ჩამოკიდებული და ყველას ჰქონდა ერთი და იგივე გზავნილი ნუ სხვადასხვა კალიგრაფიით რა თქმა უნდა და ნუ აი რაღაცა შოკში ვიყავი და მე აღარ მახსოვს წინა დღეს ჩანაწერი იყო თუ იმ დღეს იყო იმედის კომპიუტერი ჩავრთე ანუ სამონტაჟო თუ რაღაცა სამუშაო მქონდა და ну ხო ამოწმე პოსტას რაღაცას და YouTube-ზე შევედი უბრალოდ და ამომიგდო ზუსტად მაგ თემაზე საუბრობს ბატონი რომა. ჩვენთან არის მოსული ბატონი რომა და ვიხსენებთ ხო პატრიარქს და ამ სიმღერას. კი ტელევიზიაში. კი ბატონო და ну ეს კიდე ცალკე შოკი იყო მეთქი გვისმენენ თუ რა ხდება. პატრიარქმა რო თქვა ნეტავი მომისმინოთ ხო ხო გახსოვთ ძველი ხუმრობა და ახლობით ესეთი. და უსო ჩავერთო გიორგისო ზუსტად იგივე დამემართა მე ვიცი თუ მაინც ეს და ამბეთერე და ყველა მე მეთქვია რომ სიმღერას ამ სიმღერის დაბადებას ესე მოხდა ზუსტად
რა დაემართა გიორგის აი ეს სიზმარი იყო თუ ცხადში იყო თუ რა იყო ესე შემოგზანდა ჩვენ ცხოვრებაში ეს უბრალოდ ანუ თქვენც ასე რაღაცა პირდაპირ დაგემართათ ვავდეთ კი ინსტრუმენტა რო დავჭიქი და თითქოს თვითონ დაუგრე ეს მელოდია და მეცნო და ვერ მივხვდი რომ საიდან მე გამახსენდა რომ ფასი იყო გახვარი და უკანა მხარე იყოს აუცრად ვანე ხასხასაფერი და ზუსტად იგივე დაემართა აი ეს არის სულთა კავშირი ასე რო თქვა სასწაული ხდებოდა როგორც ამ სიმღერაში ერთი რამ მაინტერესებს თით გიორგი სანამ ფილმის იდეაზე გავაგზავნებთ თვითონ პატრიარქის დამოკიდებულება ამ სიმღერის მიმართ თქვენ როდიდან გაიგეთ ეს იყო კონკრეტული შესრულება როცა მისი შეფასებები მოისმინეთ თუ ესე ამბად გაიგეთ რომ ძალიან მოსწონდა ეს დაიბადა 75-ში როგორც ვისეთ ყველა უცნესი უკვე პატრიარქად მოგვევლინა 77-ში თუ არ მეცადა ესეა. იმბატო. და საღაც 78-დან 80-მდე რომელიღაც ამ პერიოდში მოხდა პირველად რომიმღერე უცნესთან რაღაცა ტრაპეზი იყო და სტუმრად იყო იქამდე ძალიან კარგი ურთიერთობა თან და იქ მოხდა პირველად იმის მერე მოკლედ საპატრიარქოში ისე შეუყვარდა რომ ყველგან ეკეთში იყო თუ ურეკში იყო თუ სადაც იყო სუმერეკობდა ხან თვითონ ხან თანამშრომლები დღესა და ხარ და მანქანას გამიგზავნიდნენ მე ვიდოდნენ სტუმრები თუ იყვნენ ტრაპეზაზე მე უნდა ყოფილიყავი აუცილებლად ერთი მინიმუმ ორჯერ თან თხოვდა აჰა დიახ ხო არ შეგვისრულებდიო ჩემი თხოვნა არის ნუ აბღოხლა მე ჩემთვის ძალიან და იმის მე მოკლედ ძალიან უყვარდა ძალიან თანაც თვითონაც მუსიკოსი აფასებდა რაც კარგია ყველაფერს აფასებდა ღირსეული აი ესეთი ისტორიები იქნება ამ კინოჩანახატში აი როგორ იქნება აგებული მთავარი ხაზი ასაკვირველი ამ ყველაფერს გავიხსენებთ გაუსვავთ ხაზს იმას თუ როგორი მუსიკოსი იყო თავად პატრიარქი როგორი არაჩვეულებრივი ნაწარმოებები და გალობები საგალობლები დატოვა მან და ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ აი ამ ზუსტად იმ სიყვარულზე რაც ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა პატრიარქს და ყოველჯერზე რამდენჯერმე უსრულებდა ასე ვთქვათ თხოვნას ბატონირობა და აი ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა გვექნება საუბარი და თან ჩვენ გვინდა რომ პატრიარქის რამოდენიმე ქადაგება ჩავაქსოვთ აი ზუსტად ამ მუსიკისა და სიყვარულის თემაზე და სიცოცხლის თემაზე რომ რა არის სიცოცხლის ხე, ნატურის ხე, იგივე სიცოცხლის ხე. ანუ ბიბლიური ნიშნულობა როგორც მდოგვის მარცვალი ამ ხელა პატარა მარცვალი გახდება უზარმაზარი ხე და მე ხო წრუდება და ასრულებს ოცნებებს სასუფეველს გავს ხო იგივე არის ჩვენი ნატურის ხეც რომ სხვათა შორის მარტო ქართულ რეალობაში არსებობს ნატურის ხე სხვაგან არ არსებობს სხვაგან არის თქვათ ოქროს თევზი რაღაცა თქვათ იქ ნატურის თვალი და რაღაცა მაგრამ ნატურის ხე მარტო ქართული ფოლკლორია და ეს სიცოცხლის ხე და ნატურის ხე ჩემთვის ერთი და იგივეა რა და მე მგონი აი ამ მიმართულებით სწავლობთ. ეს სიმძიმეა ზუსტად კი და რაღაცა ეს იქნება სიმბოლური შეკვრა საქართველოს გამთლიანების ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის ბადონი უზარ ერგემლიძის და ეს არის მისი პირველი თუ არა ერთ-ერთი პირველი ლექსი როცა მე ჩავაწერინე ჩემი ამ მელოდიის მაშინ ობლურები არის ჩავაწერინე ერთვიკა ხო ამ ყველა მელოდიას თავისი რიტმი აქვს და ჩავაწერინე საღამოს უკვე იყო მზად ეს ლექსი და არაფერი არ შეგვიცვლია რო დავდეთ ეს და რო თავიანა ბოლომდე რო წავყვები და ბატონ რობერტისა ბარძიმოსა მაშინ 75 ყალიბდებოდა ეს ვია 75 ხან დიახ იქ მოხდა ამ სიმღერის დაბადება და მოკლედ ძალიან დიდი მე მეგობრებს უზეს იმდენად კაი გამოგივიდათო და შენ გამოგივიდო ეს ლექსი რას იდეაში რას
ოფრილიყო რომ ამის მერე უნდა გაჩერებული ხავი. და სხვა შორის გიორგის აქ ესეთი აზრი და თხოვეთ გონი უკვე თუ ავტობი რომ უზარი ხო საოცრად ძალიან მხატვარია. დიახ. და ნატვის ხერო დაგვიხატოს. ნუ გზარმა რომ დახატოს. ბატონო და ერთ დეტალსაც დავამატებ ბატონმა რომამ ამ სიმღერას დაუმატა კიდევ ერთი კუპლეტი დაემატა? ხო, და ესეც კუპლეტი არა, პატარა ხო, მარცვალი, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს ამ და ოპტიმისტურად ამთავრებს სიმღერას და პოზიტიურად და ამ სიყვარულით გაჯერებული იქნება. ანუ ნატვის ხეც კი ხმებოდა ეს ბოლოში. ეს აღარ იქნება. ახსენებულზეა და ხო, ანუ პესიმიზმი გადატანილია, ხო? ბატონ რომა, აი ამ 51 წლის განმავლობაში შეიცვალა მოდა რამდენჯერ, ხო? სხვადასხვა ტალღა წამოვიდა, ის 75-იანების თაობა იყო, შემდეგ 90-იანების სხვა მუსიკა შემოვიდა, რაღაცები მიიჩქმალა, ეხა მოდაში შემოვიდა გადამღერებები და ახალ-ახალი ვერსიები, მაგრამ ნატვის ხე, აი უცვლელი ფორმით სულ არის ისეთი მოთხოვნადი და სასურველი, როგორიც თავიდანვე იყო. ამას გადამღერება არ ჭირდება. აი რა არის უნიკალური ამ სიმღერაში, როგორ ფიქრობთ? რა შეგიტყვეს ახლა პასუხი. ნატვის ხე არის უნიღაბო მართალი, აი ქართულად ძალიან ფაიზაღი ალალი გულწრფელი. მოდა იცვლება, არ იცვლება, არაფერი მოდა აქაფეში არ არის. ჩემი გამონათქვამია დროს არ უნდა გაუსწრო, დროს უნდა დავხვდე. დიახ. ყველაფერი მაინც ისე ბრუნდება იქ სადაც არის ჭეშმარიტი შემოქმედება, სადაც არის უნიღბობა და სადაც შენ შესაძლოა არ ატყუებ. რასაც ხდის მერე რემიქსები მე ეს იმიტომ ხდება რომ ისე აქ ბრუნდება თინეიჯერი დღეს რო იზრდება იმ 3 წლიან ან 3 თვიან ან ყველაზე დიდი 10 წლიანი თქვა ხო მე იმის მე რო ვითარდება მე ის რო ჩერდება და ეს შენ რო აღარ გაქვს რაღაცა ის მოსმენის რაღაცა ეს რეალი შენ ისე უბრუნდები იმას რაც საწყისია და საწყისი და მომავალი ნედაგივია თუ შენ ყველაფერი დავიწყებული თუ როგორ არის გამონათქვამი ხო კარგად დავიწყებული ძველია ყველაფერი ახალი რა მოდაზია საუბარი როცა ყველაფერი ბრუნდება უკან იგივე მანქანის ინდუსტრია ატომური მანქანები რო ასილამაზია და დღევანდელი საერთოდ რა არის იმიტომაც არის მარადიული და უკუდავი ფერებიც როგორ მრავალფერადი იყო თუნდაც მანქანები თუნდაც შენობები დიზაინი რაღაცა ეხა ყველაფერი მენუ მელავარები ესეჩები დაავადება ხო და ეხაც რაღაცები თითქოს ყველაფერი ერთ სტანდარტში მიდის ყველაფერი რაღაცა ზედმეტად დავარცხნილი ერთი ფერი და აი ნატვის ხეს აქ ეს სინათლე მის და გვარი ძალიან ბევრი სიმღერა თუნდაც ჩემი კოლეგების ვის უნიღაბოდ ემსახურება დიდ შემოქმედებას და ჩვენ მე მაგალითად უკვე მე შუდათავა წამთავა მე ვიცი რომ ვიზახე მე დავწერე 300-500 ერთი მითხრა ერთი დაწერე და მე ვისაუბრე რა თქმა უნდა აბარა ეს ერთის მე მაქვს და ასე რომ ის ერთი არა მაქვს ჩვენ ერთი თქვენ ერთი კი არა ბევრი გაქვთ თქვენ ბევრი გაქვთ მაგრამ აი აქ ამ სიმღერაში მაინც რაღაცა ჯადოსნობა ხდება ხო რაღაცა ხდება კი სულ არის ალბათ გრძნობთ ხო რომ რაც არ უნდა კონცერტი რა პროგრამითაც არ უნდა იყოს აი იმას ყოველთვის ელოდება სმენელი კი და სხვა აშურის წერა გიორგი არსენა ნატვის ხე ინგლისურად არის wishing tree და ჩემი ახობილი მუსიკოსია ათი ფუძელაძე ძალიან ეჭერი ბიჭია და ამას დამიერეკა და ინგლისურად გააკეთა ახალი ვერსია საოცარი ვერსია კი ძალიან აი მე ჩვენ ამას თუ დაუბრუნდებით უკვე ამ ვერსიას და ეს big band-ზე შლი ახლა მე ამ აღიარებას თვითონ გააკეთა სხვა შორის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა რაღაცა 50% და ისე საოცარი საინტერესო ექსპერიმენტი ვიცი რომ ეს როგორც კი შესრულდება თუნდაც ინტერნეტით თესოფლიოს მოედება თან რასთავარია რომ
ლექსის თვითონ შინაარსის არ დაურღვევია ყველაფერი როგორ ანუ ხო იგივე შენარჩუნებული არის სათქმელი მუსიკალური ხაზი არის საოცრად ძალიან კარგი ვერსია და ანუ ამ ვიზიტად თქვა ამინდა რომ არასებობს შენ რაინაზე ასულებ მუსიკა ყველა სესიის უნივერსალური უნიკალურობა ამ სიმღერაში რა გააჩნია რომ მისამღერი არ აქვს მისამღერია სუ თემა ის რაც არის სუ თემა ხო იწყება თემა და გადის მისამღერა და ეს არის მის უსწავლობას ეს მესკვნის და ალბათ სულ იქნება იმიტომ იქნება სულ რომ ყველასია ნამდვილად ესია აი ხელოვნური ინტელექტი რო ახსენე ხა ბატონმა რომამ თქვენთან ფილმშიც გაქვთ დაგეგმილი რომ ხელოვნური ინტელექტის მონაწილეობა იყოს ხო რაღაც გარკვეული დოზით რა ნაწილში და რას აი როგორც რეჟისორის თვალით რას ამარტივებს ხელოვნური ინტელექტი ისეც რასაც მაგალითად ფიზიკური გადაღება შეიძლება უფრო რთული ყოფილიყო თუნდაც ნატრისხის შემთხვევაში ასაკვირველი ჩვენ ეხა ეს რომ რეალურად გადაგვეღო ის რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს სცენარის მიხედვით ანუ რეალური გადაღება ყოფილიყო მთელი საქართველოს უნდა მოგვეცვა ძალიან ბევრი ტიპაჟი უნდა აგვერჩია სხვადასხვა კოსტუმებით სხვადასხვა ლოკაციებით სხვადასხვა უამრავი თემა შემოდის. ანუ აზრის არის რომ საქართველოს ყველა დროსა და სივრცეში ყველანაირი სახით უნდა გამოჩნდეს ნატრისხის ირგვლივ. დაახლოებით ეგ არის. ეგრეა და ამის გადაღება ფიზიკურად წარმოუდგენელი არ არის უბრალოდ ძალიან დიდ ფინანსებთან და შესაძლებლობებით. კი ბატონო და ამიტომ ექსპერიმენტი ვარჩიეთ. რო იყოს ხო უკვე ძალიან ბევრი იყენებს ამ ხელოვნურ ინტელექტს ეხა მოგწონს არ მოგწონს ეს ცალკე საკითხია მაგრამ ვის ხელში ჩავარდება ამას აქვს ალბათ მნიშვნელობა გემოვნებიანად და ესე თუ იყენებს ზომიერად მე ვფიქრობ რომ პირიქით ძალიან საინტერესოა და ბევრ საშუალებას გაძლევს და ბევრ ექსპერიმენტების ჩატარების ის ფართო არჩევანი და ქედან გამომდინარე ზუსტად საჩვენო იყო რო იტყვიან და ესე იგი ბატონი რომა უკრავს რუსთაველის ეროვნულ თეატრში გვაქვს გადაღებული ეს სცენა ცოცხლად როიალთან და ასე ვთქვათ მისი თვალთახედვით და ფანტაზიით ეს ამბავი ტრიალდება უკვე პარალელური მონტაჟი იქნება რა ხელოვნური ინტელექტის და ცოცხალის შესრულების სინთეზი და ერთგვარი ექსპერიმენტია მე მგონი ჯერ არც ყოფილა მსგავსი არ ვიცი შეიძლება ყოველ შემთხვევაში ამ სიმღერაზე ნატრისხის ირგვლივ არ ყოფილა ხო საერთოდ ჩვენ იმაში დიდებულში გიორგი შენ მას იმას რომ მე არ მახსენდება რომ აი დავუშვათ თანამედროვეები ხო იმიტომ რომ ეს ახალი ხილია ფაქტიურად ეხა ჯერჯერობით ათვისების პროცესში ვართ ყველანი და იქ უკვე ფილმი Netflix-ი უკვე ფილმებს სერიალებს იღებს და რაღაცებს და ჩვენ ნელ-ნელა გინდა არ გინდა ამ პროცესში ჩაერთვები ხარ როდეს და ჯობია გამოიყენო ვიდრე იქით კარგად გამოიყენო სწორად გამოიყენო ხა თავიდან დამეთანხმება ბატონი რომა სინთეზატორი რო შემოვიდა იმხელა პროტესტი იყო რომ რას ამბობ ხა ეს თვითონ უკრავსო და აღა საჭირო მაგრამ ეხა ხო კარგად იყენებენ და ბევრი კარგი მელოდიაც შეიქმნა და მუსიკაც იგივე ანუ მრავალფეროვანია და ანუ ვინ როგორ გამოიყენებს ამას აქვს მნიშვნელობა და რა გემოვნებით და რა ზნეობით ხო თქვენ სხვათა შორის ექსპერიმენტები გიყვართ როგორც ვიცი იმიტომ რომ აი გავუზიარებ ჩვენს მენელებს რომ წინა ფილმში მაგალითად ანზორ ერქომაიშვილს რომელიც ეხება შავი შაშვიჩიო და იქ მიმდინარეობს ჩვეულებრივი ფილმის წარმოება ჩვენება და უცებ შემოფრინდება ანიმაციური შაშვი რომელიც იქ ჩამოჯდება ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის ნატრისხე იქნება ისეთი დიდი და ყოვლის მომცველი როგორც ჩანაფიქრში ერთ-ერთი შვილი და ჩემი დიდი ისტორია ათვისხე ჩაბარებულია ძალიან კარგ ადამიანთან არა მარტო პროფესიონალთან ასე თვითონ ადამიანთან მე თუ რაღაცა თუ აი ძალიან კომფორტულად ვთავს და ძალიან მიხარია რომ ჩვენ ცხოვრებაში ამ პროექტმა მე შემაძენინა ესეც აუსარი ესეც სულთა კავშირია ეს და ზუსტად და მე ზუსტად ვიცი რომ ჩვენ პირად გასულამდე ჩვენ მთელი ცხოვრება ერთმანეთს მინიმუმ 51 წელი რაც ეს სიმღერა არსებობს მიხარია რომ დღეს ძალიან მეც ესევე და დიდი მადლობა ეს საშუალება რომ დღეს აქ მოსულიყავი და გიორგი კიდე რამდენი რამე
ვერ მოასწრო, იმიტომ რომ დრო უკვე როგორც საერთოდ დრო დიახ ისურება, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ კიდე ჩვენ არაერთხელ შევხვდებით აქ და უკვე უფრო მეტად გიორგის მიწოს სალაპარაკო დრო, იმიტომ რომ ბევრი რამ აქვს მასახმელი. და აი რომ მზად იქნება უკვე კინო ჩანახატი, ერთად აღნიშნოთ იმედის რადიო და ტელე იმედის ეთერში. კარგით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. ის ჩვენი დიახ. ურთიერთობა. დიახ. მოსაუყურეს ეთულის და ძალიან მიყვარს. მეც ასევე და დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით სტუდიაში და ჩვენი საუბრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა ნატრისხე კიდევ ერთხელ და მე რამდენიც უნდა მოვასმენინოთ ჩვენს მსმენელს. მოკლედ გადაცემაში დროში მოგზაურობა ვიმოგზაურეთ ნატრისხესთან ერთად 51 წლიან ისტორიაში, რომელიც ამ უკვდავ სიმღერას აქვს და ახლა უკვე ველოდებით კინო ჩანახატს. რომარ ცხილაძე, გიორგი ჭუმბურიძე ჩვენი სტუდიის სტუმრები და მე რომ დაგებშვიდობებით ჩვენს ეთერში კიდევ ერთხელ გაჟღერდება ეს არაჩვეულებრივი სიმღერა. საქართველოს მიყვარხარ. ნამდვილად ესეა. ნატრისხე ჩვენს ეთერში რაც შეეხება დროში მოგზაურობას, რეალურად წლევანდელი სეზონი დასრულებულია, ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ, მადლობა.